28 წლის რამაზ ქოქოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. საღამომშვიდობისა თქვენ დიას ათიანს უყურებთ, მე გიორგი ახალკაცი ვარ და კოლეგებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. პროტესტი გრძელდება, ადვოკატის შუამდგომლობა რამაზ ქოქოშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა პატიმრობაში რჩება. ის უკვე 59 დღეში მშილობს და თავს უკანონო პატიმრად თვლის. მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი საპროტესტო აქციები არ წყდება. სეკო გიორგაშვილი დეტალებით. რამაზ ქოქოშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე და მოსარჩელე მხარეებმა მტკიცებულებები და არგუმენტები წარადგინეს სასამართლოს წინაშე. მოსამართლემ ერთსაათიანი მოსმენის შემდეგ დარბაზი დატოვა. ნახევარსაათში კი ქოქოშვილის მხარდამჭერებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. რამაზ ქოქოშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის იზოლდა რაზმაძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს, ძალაში იქნეს დატოვებული გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ივნისის განჩინებით ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა. ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის პატიმრობის ვადა აითვალოს მისი დაკავების მომენტიდან 2016 წლის 3 ივნისის 1 საათსა და 20 წუთიდან. განჩინების ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206 მუხლის მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებულ პირებსა და ორგანოებს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. მოსამართლის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ ქოქოშვილმა გონება დაკარგა, რამაც დარბაზში მყოფების მიერ სასამართლოში არსებული კორიდორის გარღვევა გამოიწვია, თუმცა ფაქტი მანდატურებმა აღკვეთეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოცხადდა, თუმცა ბრალდებულმა დახმარებაზე უარი განაცხადა. პროცესზე წავიდა ადამიანს გული მოშიმჩნეთ პატიმარს და არაფრად არ მიიჩნევა ამ ყველაფერს. გეგონება როგორ შეიძლება ესეთი რამე გეხვეწებით გამარგებინეთ. მოსამართლემ ამ ყველამ როგორ უნდა გადაწყვიტონ ადამიანს გული წავიდა. კვდება ადამიანი, გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს. მომსახურებაზე უარს აცხადებს. ვერ გეტყვით რა. უარი გაგვიცხადა მომსახურებაზე. როგორ იყო, რა მდგომარეობაში იყო, გითხარ. არ გაგოსინჯინე თავი, უარს აცხადებს, როგორ დამსახურდა. მომსახურებაზე უარს არ ბატონო. მაგოყიარი უარს არ მიშევს ახლოს. ახლოს არ მიმიშვა ქალბატონო. რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერები სასამართლოსთან დილიდან იკრიბებოდნენ ტრანსპარანტებით და შეძახილებით ისინი პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ადგილზე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს. რამაზ ქოქოშვილი დღეის მდგომარეობით იმყოფება უკანონო პატიმრობაში, რომელიც გორის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების, ნასვამი პოლიციის თანამშრომლების მსხვერპლია. იმ პოლიციელების, რომლებიც გორის ერთ-ერთ რესტორან დარიალში აღნიშნავდნენ პოლიციის დღეს და იმ საღამოს შეწირეს ნასვამმა პოლიციელებმა პირადი ანგარიშწორების მიზნით შეუთითხნეს სისხლის სამართლის საქმე. დახმარებას ახალგაზრდა კაცი კვდება, დაეხმარონ რომ არ მოკვდეს, კიდევ თხოვ დაეხმარონ რომ გადარჩეს ეს ადამიანი. საქართველოს დედა ღვთისმშობლის წილხედრი ქვეყანაა და დედები არაყავთ სახლში, ეს ბავშვი უდედოდ გაიზარდა ობლობაში. რამაზ ქოქოშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ზუსტად 1 თვეში გაიმართება. ის 2 ივნის პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ქოქოშვილი 59 დღეში მშილობს და თავს უკანონო პატიმრად თვლის.